სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მრევლს ხარების დღესასწაულს ულოცავს. მისალოცი წერილი საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. სრულად გთავაზობთ მიმართვის ტექსტს. საქართველოში და საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს გულითა და დგილოცავთ ხარების დიდებულ დღესასწაულს. ეს არის აღსრულება უფლის იმ აღთქმისა, რომელსაც 1000 წლეულები ელოდა სამყარო. ყოვლადწმინდა მარიამი თავისი საოცარი სიწმინდით და სათნოებებით გახდა რჩეული ადამის მთელი მოდგმისა, რათა ზეღვთისას მშობელი ყოფილიყო და დღევანდელ დღეს 2000 წელზე მეტი ხნის წინ მოესმინა გაბრიელ მთავარ ანგელოზის განმაცვიფრებელი სიტყვები. გიხაროდენ მიმადლებულო უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. აჰა ესე რა შენ მუცლად იღო და შვე ძე და უწოდი სახელი მისი იესო. ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს. და თქვა მარიამ, ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა. რამე თუ ყო ჩემთანა დიდებული ძლიერმან და წმინდა არს სახელი მისი. და წყალობა იმისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა. ღვთისმშობელმა განაქარვა ევას შეწოდება და ცრემლი და ნუგეშად ექცა მთელ კაცობრიობას. ყოვლადწმინდა მარიამის მეოხებით და ხარების მადლით უფალმა მშვიდობით აკურთხოს, დაალოცოს და გაახაროს საქართველო, თითოეული თქვენგანი და მთელი მსოფლიო. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, 7 აპრილი 2025 წელი.